ეხლა ჩვენ გადავდივართ ვექტორთა ალგებრის უშუალო გამოყენებაზე. სადაც ვიცით რა მინდა ესეთი სული მაქვს რომ ესე იგი არ იყოს რომ აი ვიდეო ლექცია გაქვს და უსმენდა მეორე წიგნი კითხულობ. თვითონ წიგნში იყოს ჩადებული პატარ-პატარა ვიდეო ლექციები. შეიძლება ითქვათ რაღაც სასაკუთრე დაუგებარია რა. იქ იქნება ნიშნული და იმას რო დააწყაპულო პატარა ლექცია გამოვან ახსნა. ისეთი წიგნი ისეთი შეიძლება გახდეს რომ ის უკვე აჯობებს ჩვეულებრივ ნაბეჭ პროდუქციას. თუმცა ნაბეჭი პროდუქცია ვერ ველაპარაკება. ეს ველაპარაკება. აქ შეიძლება სხვა მაგათ არის თუ გაკეთება, შეიძლება ეს ვიდეო ლექციების გაკეთება, ამ ხრი რაღაცა პირველ ნაბიჯი იყოს. ხო, რაღაც ცალკე ვიდეო ლექცია, ცალკე წიგნია, ხო? მაგრამ შეიძლება გაიგებარი საკითხში ახსნა ჩადო, კომენტარი გააკეთო, იქ მე არის ესეთი Java აპლიკაციებია, რომლებშიც შეიძლება პარამეტრები თვალოთ და ეს ფიგურები სხვადასხვა ფორმას მიიღებენ. და საერთოდ რაღაცა შეიძლება ამის გაკეთება თეორიულად. აი შეიძლება ეს უცნობ გავაკეთოთ, შეიძლება თქვენ სამი მონაწილეობა მიიღოთ. ესე იგი, პირველი საკითხი არის ძალიან მარტივი, რომელიც თქვენ იცით, ორ წეთის შორის მანძილი. ლაბარაკიც კი არ არის, ორ წეთის შორის მანძილი დამოსახება ამ ფორმით. ხო? მაგრამ თუ მაინც ლაბარაკი გვინდა, რა გვაქვს სიმცეზეა რა, სიმცეზში გვაქვს, ხო, ორი წერტილი. ადაბე წერტილები გვაქვს. რას უდრის მათ შორის მანძილი, ეს უდრის ამ წერტილებით შექმნილი ვექტორის სიგრძეს, ხო? თუ კოორდინატები არის ასეთი, მაშინ რა იქნება AB ვექტორის კოორდინატები? ანუ რას ნიშნავს, თუ ვექტორი იწყება x1, y1, z1 წერტილში და მთავრდება x2, y2, z2 წერტილში, მაშინ თუ მოვდეთ მას ამ ვექტორს სათავეზე, რო წერტილის არ იქნება x2 - x1, y2 - y1, z2 - z1. ამისი სიგრძეს უდრის, ვიცით რა, ამისი სიგრძეს უდრის. ამიტომ 63 ფორმულა მითებული, აი სიგრძე ვიცით, ხო? ხოლო და x-ის მაგურად გვაქვს x2 - x1, y-ის მაგურად y2 - y1 და ასე შემდეგ, ხო? და ამ ფორმულაში ჩავსვათ და მივიღებთ ამას. ესე იგი ჩვენთვის კარგად ცნობილია, ჩვენ უფრო მეტიც. ჩვენ ეს საკითხი ინგანზებიან სიმცეებშიც გონი თუ არ ქონდა, ინგანზებიან სიმცეებში სიგრძე არ ვისწავლი, ხო? აი თუ ინგანზებიან სიმცეში ამისი ანალოგიური წესით შემოტანილი არის სიგრძის ცნება, მანძილის ცნება, არა? ეს იდეა სკალარული ნაბაია შემოტანილი. სკალარული ნაბაია ხო გავიგე. სკალარული ნაბაია შემოტანილი და ამას გვია ეკვილიბრი სივრცე. ესე იგი ინგანზებიან სივრცესაც სადაც ასეთი ანალოგიური ფორმულით არის შემოტანილი სიგრძე, ეკვილიბრი სივრცე ქვია. ეხლა ეს იყო მანძილი, როდესაც საკოორდინატო ღერძები არიან ერთმანეთის მართობულები. როცა არ არიან მართობულები, მაშინ რა ვქნათ? ესეც გაიგებთ, ჩვენ ახლა იცით ესე უთხრა ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ სიმარტივეა ერთი ხრი, მაგრამ მეორე მხრივ არის ეს მარტო რაღაცების საკმაოდ არ არის ცოტა. ხო. აი ეს მეორე ფორმულა ასეთი, ხო? ვექტორის სიდიდის კვადრატი ან თავის თავზე სკალარული ნამრავლი. ზე გაკოსინუსები დაძდა x და y მარტობელი ყოფილიყო, ეს ყველა შესაძლებელი იქნებოდა ნულისტორი, იმიტომ რომ კოსინუს 90 გრადუსი არის ნული. ეს ფორმულა ადვილად მიიღება, თუ ჩვენ გადავართ გეზავებზე. ხო, აი ამ ფორმულის გამოყენებით აქ რა უნდა ჩავსვათ x-ის მაგურად x - x1 და ყველგან ესე, ხო? მივათ აი აქამდე. აი ეს ფორმულა. არაფერი განსხვავება არ არის მათ შორის. უბრალოდ x-ის მაგურად ჩასმული არის x2 - x1. y-ის მაგურად y2 - y1 და ასე შემდეგ. და მიღებული ეს ფორმულა. როდესაც თქვა z ნულია, უცა სიფრთხეზეა, x y სიფრთხეზეა, მაშინ აქ რაღაცები გამოგაყდება და ასეთ მარტივანის მიიღება. ეს პრინციპში ჩვენ მოგონი არ შეხვდება ასეთ გამოყენებებში.
მონაკვეთის გაყოფა მოცემული ფარდობით, ესეც იცით. აიც გავაკეთეთ. მონაკვეთის გაყოფა ლამდა ფარდობით. აი ორი წერტილი გვაქვს. სივრცეში გვინდა გავაკეთოთ ლამდა ფარდობით. რას ნიშნავს? რომ ისეთი წერტილი უნდა მოვიძებოთ მათ შორის, რომ აენი გაყოფილი MB-ზე იყოს ლამდა. ხო? აი ამ ვექტორებს შეადგენს და მიიღებს ფორმულას. ესე იგი რა ხდება აენი გაყოფილი MB-ზე თუ ლამდაა, მაშინ აენი და MB ვექტორები როგორ განსხვავდებიან ერთმანეთსაგან? რაღაცა ლამდა თანამამრავლით, ხო? აი ლამდათი და ჩაისვა და მიიღებთ აი ამ ფორმულას. აი ფორმულა უნდა დაიმახსოვროთ. როგორ იმახსოვროთ ფორმულას? ლამდაზის იმ კოორდინატის წინ, რომელსაც ეკუთვნის აი ლამდა ამ ფორმულაში. ხოთ x1 ხომ 100 კოორდინატია, y1 და z1. x2, y2 და z2 არის b-ს კოორდინატი. აი ზუსტად b-ს კოორდინატის წინ დგას ლამდა. ესე იგი, რომელსაც დავუწევ ამ კოეფიციენტს, მისი შესაბამისი კოორდინატები უნდა გავავლო ლამდაზე ამ ფორმულაში. იმიტომ რომ ერთადერთი თუ დასამახსოვრებელია თუ სირთულეს დაიძახებთ, ლამდა საბულა იყოს x1-თან თუ x2-თან. უნდა იყოს იმ კოორდინატის წინ, რომელიც ესე იგი ეკუთვნის წერტილს, რომლის წინ ლამდა არის დასმული ამ ფორმულაში. აი ესეთ ვიცოდით ჩვენ. როცა ლამდა უბნის ერთს რას მივიღებთ? შუაზე გაყოფა. ნუ ცხადია მაშინ იქნება x1 პლუს x2 გაყოფილი 2-ზე კოორდინატები y1 და პლუს y2 გაყოფილი 2-ზე და ასევე z-ისთვის. ნუ სიმთვრაზე z არ აქვს და გვექნება. აი ესეც მარტივია. მესამე არის სამი წერტილის კოლინეარულობის პირობა. ნუ კოლინეარულობა და ლაინი არის ინგლისურად და ნუ ბოლენაზე ინტერბლენებზე ესეთ აღიწერება წერტილ. ესე სამ გაწრფილება, ხო, იქ კომპლანარულობას გაფრთხილებას ეძახოდნენ, ხო, სადაც ისე იგი ერთ წერტილზე როდის მდებარეობს. ესე იგი თუ ABC წერტილები მდებარეობენ ერთ წერტილზე, ესე იგი კოლინეარული არიან, მაშინ AB და AC ვექტორები არიან ურთიერთ პარალელურები. ხო? ესე იგი A, B და C ვექტორები არიან ერთ წერტილზე. მაშინ AB და BC ვექტორები როგორი არიან? პარალელურები არიან. ხო? და ვექტორების პარალელურობის პირობა შეგვიძლია ხა გამოვიყენოთ. ახლა AB ვექტორის კოორდინატები როგორია? B-ს კოორდინატებს, B-ს წერტილის კოორდინატებს უნდა გამოვიყოთ A-ს კოორდინატები მივიღოთ. AC-ი ეს არის. ესენი უნდა იყვნენ როგორი? უნდა იყვნენ კოლინეარულები, ხო? ესე იგი, რახან ეს ახლა წინა წერტილები. ეს ვექტორები პარალელურები არიან, პარალელებიდან კი გამოდის, რომ მათი კოორდინატები უნდა მიიღოთ ერთმანეთსაგან. რაღაცაზე გამრავლებით, ამ უნდა იყვნენ ასეთი პროპორცია უნდა შედგეს. ეს შეფარდებული ამასთან უძის ეს მეორე კოორდინატი, ამის მეორე კოორდინატი, ასე შემდეგ. ესეც მარტივია, ეს პრაქტიკულად ჩვენ ვიცოდით. ახლა სამი წერტილის კოლინეარულობა სიფრთხეზე. ხო? ხო, ზეთი არა გვაქვს. რაღაც ზეთი არა გვაქვს, ეს დაგვრჩება. მაშინ ეს უკვე შეგვიძლია თუ გაველამაზოთ. ხო, ეს ნიშნავს, რომ x2 - x1 - y3 - 1 უდრის x3 - x1 გამრავლებული y2 - y1. ანუ ეს არის იგივე რომ ეს დეტერმინანტი იყოს ნულის ტოლი. მათაც და არიან დეტერმინანტი, რომ x2 - x1 გამრავლებული y3 - y1, ანუ ეს გამრავლებული ამაზე მინუს x3 - x1 გამრავლებული y2 - y1, ანუ ამაზე უდის ნულს. ესე იგი ერთი იგივეა. ხო, ესე შეგვიძლია გაველამაზოთ, რომ რა ერთიანები დავწეროთ, დანარჩენი ხო ეს რატომ არის ესეთი და იგივე? იმიტომ რომ პირველი სტრიქონი გამოვაკლოთ მეორესა და მესამეს, რა გამოვა?
ხო ესე იგი თუ დავშლით თუ ამ დეტერმინანტის პირველ სტრიქონს განვაკლებთ მე ეხლა იცით დაიგულით ქართულ ენაში ცოტა უცნაურია პირველ სტრიქონს განვაკლებთ მესამე სტრიქონს რომელზეც განვაკლებთ დასაგებია აჩვენე ზოგადად პირველ სტრიქონს განვაკლებთ მესამე სტრიქონს პირველ სტრიქონს განვაკლებთ მესამე სტრიქონს მესამე პირველი არაჩას ამ გამოთქმით ეს ისე პირველი სტრიქონი განვაკლებთ მეორე მესამე სტრიქონს მაშინ აქ დაძება ნულები აქ იქნება x2 - x1 y2 - y1 აკაც ასევე პირველი სტრიქონი დაჭირდა მეორე თამაში ამას უკვე ლამაზი ფორმა სივრცის სამი წერტილის კოლინიარულობის მეორენაირი დახასიათება პირველი დახასიათება რომელი იყო კოლინიარულობის ეს იყო ხო სამი წერტილი გვაქვს და მათი კოლინიარულობა ეს არის ერთი ახლა მეორე დახასიათება ალბათ მათი პროექცია x-y სიბრტყეზე ეს პროექცია რა არის როგორ ზეტები ნულს დავტოვოთ ხო მივიღებთ ასეთ რაღაცას ამათი კოლინიარულობა რას ნიშნავს სიბრტყეზე აი ამას ნიშნავს ხო ერთი უკვე მივიღეთ ერთი პირობა ეხლა ალბათ ამისი პროექცია x z-ზე და y-ზე მივიღებთ ანალოგიურ ფორმულას ტოლობას და ეს სამი ტოლობა იგივეა რაც წინა ტოლობა ნუ მაგათ ცხადია წინა უფრო ადვილი შემდეგი არის სამკუთხედის ფართობი ვიცით რა სამკუთხედის ფართობი როგორ ანგარიშება ხო ისწავლეთ მაგრამ მაგათ გავაკეთეთ ზოგად სისტემაში ნიშნავს რას რომ კუთხეები დეკარტეს კოორდინატთა სისტემაში არ ითვლება 90 გრადუსის ტოლად ხო შეიძლება 90 გრადუსისგან განსხვავდებოდეს ეს ნიშნავს ზოგად სისტემაში მოცემულია სამკუთხედის წვეროები შევადგინოთ AB და AC ვექტორები აი ხარ ცოტა ესეთი ფორმულა მიიღება რომელიც ალფაში არ გამოგადგება მეგონი მაგრამ მაინც ნახოთ AB და AC ვექტორები რა იქნება ეს კოორდინატები უნდა გამოვაკოთ AS კოორდინატები მივიღეთ AB და AC ვექტორები ხო რასოდის განადების თანახმად ვექტორული ნამრავლის სიგრძე ამ ორ ვექტორზე აგებული პარალელოგრამის ფართობს მაშინ ამ ორ ვექტორზე აგებული სამკუთხედის ფართობი იქნება ამ პარალელოგრამის ფართობის ნახევარი და რა ვიყურე ცედი საძიები ფართობი არის და ერთი მეორედი AB ვექტორი გამრავლებული ვექტორულად AC ვექტორზე ამისი სიგრძე აი AB და AC ვექტორი ეხლა აქციაში რამდენიმე ადგილას არის უზუსტობებია აი 111 წელი 116 უნდა იყოს მე ეს შეიძლება თუ ავტვით აგვისე და თუ ესენი არ დაიკარგა ჩემი შესრულები შეიძლება იკარგება როცა ავტვითავ შეიძლება ამას ყოველ ის შრის არ ვიცი ნახავ მაგას ხო ესე იგი აი ეს სიგრძე გამოისახებაო 116 ფორმულის მიხედვით აი 116 ფორმულა ნახეთ ეს ფორმულა ჩვენ არ გავიარეთ მოგითხარი თუ ადვილია მეთქი და დავჭირდება თქო ნუ მოგეთ აი ამ ფორმულით გამოისახება და აი იმ ფორმულაში ჩასმა გაძლევს ამას ეს არ გამოგადგება ჩვენ შემდეგში არ ხვდები შეგვხვდება ესე იგი ეს არის ის შემთხვევა როდესაც ღერძები ერთმანეთის მართებულობის საბრძოლოდ არ არიან ხო ასეთი ცოტა რთული გამოსახულება მაგრამ არც ისეთი რთული ეხლა რა ხდება მართკუთხა სისტემაში არ ცხადია უფრო ადვილად არის საქმე ესე იგი ჩვენ რა ვთქვით წევა რომ ორ ვექტორზე აგებული სამკუთხედის ფართობი არის ვექტორული ნამრავლის სიგრძის ნახევარი ხო და როგორ გამოისახება ვექტორული ნამრავლი კოორდინატებით აი ვექტორული ნამრავლის კოორდინატები როგორ არის აბა მოგონოთ თავში წერია ნახოთ
აუღრეთ ესე იგი თუ გვაქვს ერხაზიანი აქ არის ნამრავლი P1 და P2 ვექტორები გვაქვს და ამათ ნამრავს ვექტორი ნამრავს აღნიშნავს ერხაზიანი. თახეთ P1 ვექტორი გამრავლებული P2-ზე ვექტორულად ეს არის აღნიშნული ერით, ხო? ხო, ჩვენ რა გვინტერესებს? ჩვენ ვიცით ვექტორული ნამრავლის გეომეტრიული განმარტება. ეს არის ისეთი ვექტორი, რომლის სიგრძე არის ამ ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის ფართობი და რომელიც მიმართული არის ამ პარალელოგრამის მართობულად, ისე რომ მოგეზული იყოს, ჩახტავის ციხეა მარცხენა მოგეზული. ანუ მინუს მოგეზული, ხო? ეს არის გეომეტრიული განმარტება, რომელიც არ არის დამოკიდებული კოორდინატებზე, რა? ახლა დავუკვირდით, ესე იგი, ყველა ჩვენ ვიცით სამნაირი ნამრავლი ვისწავლეთ, სკალარული ნამრავლი, ვექტორული ნამრავლი და შერეული ნამრავლი. თითოეულს აქვს ორი განმარტება. ერთი არის გეომეტრიული, რომელიც არ არის დაკავშირებული დამოკიდებული საკოორდინატო ღერძების არჩევასთან, ხო? და მეორე არის უკვე განმარტება, რომელიც დამოკიდებულია საკოორდინატო ღერძების არჩევასთან. ორიას თავისი პლუსი აქვს. გეომეტრიული ლიმიტია კარგი, მაგრამ საერთოდ დამოკიდებელია, არა? და არა დამოკიდებული საკოორდინატო ღერძებზე და საკოორდინატო ღერძებით განმარტება იმითია კარგი, რომ თუ კოორდინატები უცებ გამოთული. ისე თუ აღარ მჭირდება შენი რაღაც კუთხეების ძებნა, სიგრძეების და ასე შემდეგ. ხო? აი ახლა ვიყურეთ თუ ჩვენ გვაქვს ორი ვექტორი, P1 ვექტორი და P2 ვექტორი, ერხაზიანით აღნიშნოთ მათი ვექტორული ნამრავი და როგორია ერხაზიანის კოორდინატები. ერხაზიანის x კოორდინატი არის აი ეს, y კოორდინატი არის ეს და z კოორდინატი არის ეს, ხო? და პირობის თანახმად ერხაზიანის სიგრძე რას უდრის, ანუ ვექტორული ნამრავის სიგრძე უდრის ფართობს, ხო, პარალელოგრამისას. ამის სიგრძე რა იქნება? კვადრატული ფესვი აი ამ კოეფიციენტების კვადრატების ჯამიდან. ესე იგი გამოვიდა რომ აი ეს ფართობი ამ ორ ვექტორზე აგებული პარალელოგრამის ფართობი არის აი ეს გამოსახულება. თორემ ჩვენ რა დაგვრჩენია? ჩვენ დაგვრჩენია რომ აქ ჩავსვათ ის სხვაობები, ახლა გადავიდეთ უკან ცოტა სადაც ვიყავით. ხო, ესე იგი ის სიგრძე ხოლო y-ის მაგივრად უნდა ჩავსვათ y2 - y1, z-ის მაგივრად z2 - z1 და ასე შემდეგ და მივიღეთ ამ ფორმულას. ესე იგი ეს რა არის? ეს არის სამკუთხედის ფართობი მართკუთხა სისტემაში, ხო? ახლა მოგეზული სამკუთხედის ფართობის სიფრთხეზე, რაც ნიშნავს მოგეზული სამკუთხედის ფართობი? ჩვენ ვიცით რომ სამკუთხედის ფართობის სიფრთხეზე გამოისახება იქ დეტერმინანტი. თქვენ დეტერმინანტის ტრიქონებს შევცვლით, ხო, თუ შევცვლის ტრიქონებს, მაშინ ნიშანი შეეცვლება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შემოვლი ამ სამკუთხედის წვერები, როგორ შემოვლით. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით თუ საათის ისრის მიმართულებით. როცა შემოვლი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, იმის მიუხედავად პირველად რომელ წვეროს კოორდინატებს დაწერ, მიიღებ ერთ-ერთს სიდიდეს. თუ საპირისპირო მიმართულებით შემოვლით, მაშინ მიიღებ იგივე სიდიდეს, რაც ადრე, მაგრამ მინუს ნიშნით. აი მოგეზული სამკუთხედის ფართობის სიფრთხეზე. აი ეს ფორმულა უცნობია, ესეც ვიცით ჩვენ. სამკუთხედის მართკუთხა გეგმის ფართობი. განიხილოთ ABC სამკუთხედის მართკუთხა გეგმული OXY სიფრთხეზე. რას ნიშნავს ეს? რომ სამკუთხედს წვერები აქვს A, B და C-ს, არა? ამ წვერებიდან დავუშვებთ OXY სიფრთხეზე მართობებს. და თანაკვეთის ცენტრები აღნიშნოთ A', B' და C'. აი A', B', C'.
და გაინტერესებს A', B', C' სამკუთხედზე აგებულ წვერებზე აგებული სამკუთხედის ფართობი. ანუ ამის ფართობი უკვე ჩვენ ვიცით, როგორ გაინგარიშება, რა სიმთვრეზეა. აი ამის ფართობი ასეთ გაინგარიშება, ხო? ერთი მეორები და დეტერმინანტია აქ. ანალოგიურად ჩვენ თუ გავაკეთებთ პროექციას OX-Z სიმთვრეზე და OY-Z სიმთვრეზე მივიღებთ ასეთ ფორმულებს. აი ეს არის ესე იგი საკოორდინატო ღერძებზე პროექციების ფართობები. აი აქაც კიდევ 107 ფორმულაა და 105 წერია. აი 107 ფორმულა. ეს რა არის? ეს არის პარალელოგრამის ფართობი, რომელიც აგებულია ბაზე. აგებულია ამ ორ ვექტორზე, x1, y და x2 ვექტორზე, ხო? და მაშინ რა იქნება ამ ვექტორზე აგებული სამკუთხედის ფართობი? ერთი მოვიდი გამრავლებულია, ხო? მაგრამ აქ ისეთი ერით, როგორც თქვით, ერით აქ არ არის, მაგრამ უნდა გულისხმობა, რომ ერით აღნიშნულია AB და AC ვექტორები. რა არის AB ვექტორის კოორდინატები? x2 minus x1, y2 minus y1 არის AB ვექტორის კოორდინატი. AS კოორდინატები არის x1, y1, z1, ეს კოორდინატებია x2, y2, z2. ამას რო გავაცურებთ და რევერდებთ სათავეში რა იქნება ბლოკების კოორდინატი? იქნება x2 minus x1, y2 minus y1 და z2 minus z1. ასევე AC-ის კოორდინატებია იგივე, ხოლო y2, x2, y2, z2-ის მაგალითად უნდა ჩავწეროთ x3, y3, z3. ესე იგი, ახლა R ვექტორის ჩვენ რა ვიცით? რომ R ვექტორის სიდიდე რას უდრის? სიგრძე პარალელოგრამის ვექტორი არის ამ ორი. უბრალოდ R ვექტორი არის რა? AB-სა და AC-ს ვექტორები მომრავლე. რას უდრის ამის სიგრძე? AB-ზე და AC-ზე აგებული პარალელოგრამის ფართობს. ანუ AB-ზე და AC-ზე აგებული სამკუთხედის ფართობის ნახევარს. რა? ეს უკვე ნახევარს უდრის. და აი ამავე დროს აი აქ წერია რომ 107 ფორმულით განსაზღვრული პარალელოგრამის ფართობი წარმოადგენს R ვექტორის გეგმის Z ღერძზე. Z ღერძთან გეგმილი როგორ იქნება? ეს გამრავლებული რაზე? კოსინუს გამაზე, სადაც გამა არის კუთხე აი ამ R ვექტორსა და R ვექტორსა და OZ შორის. რატომ იქნება ახლა გეგმილი? კოორდინატები რა არის ამ ვექტორული ნამრავლის? ვექტორული ნამრავლის კოორდინატები რა არის? არის გასვოთ არ გასვოთ. ესე იგი ეს არის. მე დავწეროთ აი ვექტორული ნამრავლის კოორდინატები. აი ვექტორული ნამრავლის კოორდინატები იყო ასეთი. y2 minus y1, შემდეგ z2 minus z1, y3 minus y1, z3 minus z1, ხო? მე იგივე იყო აქ კიდევ ერთი და დაახლოებით სახელმწიფოები და აკაც მესამე, ხო? და ფართობი არის ზუსტად აი ეს გამოსახულება. ესე იგი თქვით რომ აი ეს ვექტორული ნამრავლი ასეთი ნაირად გამოისახება, ხო? და მისი სიგრძე და ესე იგი და მისი სიგრძე არის ფართობი, ხო? და ჩვენ მივიღებთ იმ ფორმულაში მივიღეთ რომ აი აქ რომ ეს ფართობი არის ზუსტად აი ამ გამოსახულების მესამე კოორდინატი. იმიტომ რომ იქ გამოსახულებაში სხვაობები ზის, მაგრამ ის სხვაობები ჩვენ შეგვიძლია ასეთნაირად გადავაკეთოთ, რომ ერთიანობი იყოს აქ, ხო?
ესე იგი ეს ფაქტობი ყოფილა ეს OXY რა არის ერთი მეორე რაღაც ცის ხო ეს არის რა ერთი მეორე Z სადაც Z არის შესაბამისი პარალელოგრამის ფაქტობი და ეს არის ამ ვექტორული ნამრალის პროექცია კოსინუს გამაზე მაგრამ მესამე კოორდინატი არის პროექცია ესე იგი თუ გვაქვს ჩვენ ესეთი ვექტორი x y z მისი პროექცია რა არის OZ-ზე არის z ხო ამავე დროს ეს არის და ეს ამ ვექტორის სიგრძე გამრავლებული ამ ვექტორსა და შესაბამის OZ შორის კუთხის კოსინუსზე ამიტომ ეს ფორმულა სწორია ხო ესე იგი ამ შემთხვევაში რა იქნება ერთი მეორედი ერხაზიანი აი ეს ვექტორული ნამრავლი ხო როგორც გიწერია ეს არის აი ამ ვექტორული ნამრავლის სიგრძე ვექტორული ნამრავლის სიგრძის ნახევარის რა არის ეს არის შესაბამისი ფაქტობი სამკუთხედისა ანუ რა გამოვიდა რომ ეს OXY ესე იგი OXY-ზე ამ ჩვენი სამკუთხედის პროექციის ფაქტობი უდრის რას აი ეს ესი ანუ აი ეს ესი ხო თლიანი სამკუთხედის ფაქტობი გამრავლებული კუთხეზე ამ ესე იგი ამ ვექტორსა და OZ შორის მაგრამ აი ეს კუთხე გამა გარკვეულ დამოკიდებულებაში არის სამკუთხედსა და OXY სითხეს კუთხეს შორის. აი ეს რაც მოგონი მე ხომ დახაზული ეს. აი ეს არის ჩვენი თავშოთ აი ამ სითხეზე მდებარეობს ჩვენი სამკუთხედი, ხო? თეთა იქნება კუთხე აი ამ სითხესა და x y სითხეს შორის. გამა არის კუთხე აი ამ ესე იგი გამა არის აი ჩვენი სამკუთხედი აქ არის, იცით აქ სამკუთხედი წერა აქ არის ახალგური სამკუთხედი დევს ჩვენი სამკუთხედი აქ არის სადღაც. ეს ჩვენი ABC სამკუთხედი. ხო? მაგრამ ესე იგი ასე და AB თქვა AB-სა და AC-ს ვექტორული ნამრავი როგორ იქნება ამ სიტყვის მართებული. და აი ეს კუთხე გამა რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ფორმულაში აი ეს გამა ხო და ეს თეთა იქნებია როგორი ესე იქნებიან კუთხეები შესაბამისად მართებული გვერდები ნახეთ ეს არის ამისი მართებული იმიტომ რომ ეს არის ვექტორული ნამრავლი ამ ABC და AC-ი და OZ არის მართებული OX-ის, იმიტომ რომ ეს მართვათა კოორდინატთა სისტემაა. და მაშინ თუ ორი კუთხე ისეთია, რომ მათი გვერდები არის თანამართებული, მაშინ ან ისინი ერთმანეთის ტოლია, ან კიდე ერთი მიიღება მეორესაგან შემდეგნაირად და ეს გამოაქვთ თეთა. შეიძლება შეგვიძლია ჩავსვათ ახლა გამასმაგირად ეს გამოსახულება და მივიღებთ რომ OXY სიფრთხეზე ჩვენი სამკუთხედის მართკუთხა გეგმილის ფართობი უდრის აი ამ სამკუთხედის ფართობი გამრავლებული სიფრთხესა და OXY სიფრთხესა და ამ სამკუთხედს შორის კუთხის კოსინუსზე. ნუ პლუს მინუსი იქნება იმის მიხედვით თუ გამა თეთას ტოლია თუ მინუს თეთასი. ესე იგი ჩვენ გამოვთვალოთ, ჩვენ გამოვთვალოთ რა სამკუთხედის ფართობის გეგმილი OXY-ზე არა? და ჩვენ ეს და მივიღეთ ასეთი ფორმულა. ეხლა ნებისმიერი სიფრთხე თუ გვაქვს და თუ გაინტერესებს მასზე გეგმილის ფართობი როგორ მოვიცეთ? ავიღოთ ახალი საბერძნებო ვერსიები ისეთნაირად, რომ ეს სიფრთხე იყოს OXY სიფრთხე, ხო? გვაქვს ნებისმიერი სიფრთხე და გვინდა მასზე სამკუთხედის გეგმილის ფართობი. ავიღოთ საბერძნებო ვერსიები რომ ეს მოცემული სიფრთხე იყოს OXY სიფრთხე. ხო? ესე იგი და მესამე ვერსიც არის ამ OXY სიფრთხის მართობულად. და მაშინ ამ ფორმულის მიხედვით გვექნება რომ ფართობი
აი ეს პროექციის ფართობი იქნება ეს პრიმი და ეს ფართობი განმავლობებული ამ სამკუთხედსა და სიტყვას შორის ფართობზე. ახლა უკვე აქ ცოტა ადვილი საკითხი იყო, მაგრამ ცოტა მოგონი კალათ ვეცში და ვეცახსენი. ახლა ნებისმიერი თხელი ნავთის გეგმის ფართობი როგორ არის? თქვა გვაქვს მრავალკუთხედები სიტყვაზე და ამის გეგმი გაინტერესებს. რას ვაკეთებთ? დავყავთ ამ მრავალკუთხედებს სამკუთხედებლად, თითოეულის გეგმი როგორ გამოითვლება? ამ ძირითადი სამკუთხედის ფართობი განმავლობილი კუთხე რომელი კუთხის კოსინუსზე ამ მრავალკუთხედსა და ამ სიტყვას შორის, ხო? კუთხეები ყველაფერია. და თუ შევხედეთ, გამოგვივა რომ ესე იგი გეგმილი სამკუთხედის გეგმილი მრავალკუთხედის ფართობი უდრის აი ამ S1 + S2 + S3 გამრავლებული კოსინუს თეტაზე. თაკაც ისეთივე შედეგი გამოვა, რომ თუ გაქვს ნებისმიერი მრავალკუთხედი და გვინდა მისი მართკუთხა გეგმილის ფართობის დაგება სიტყვაზე. არა? უნდა გავიგოთ ესეთი ფორმულაციას, უნდა გავამრავლოთ ამ მრავალკუთხედის ფართობი მრავალკუთხედსა და სიტყვის შორის კუთხის კოსინუსი და მივიღებთ საძებელ ფართობს. როდესაც გვაქვს არა მრავალკუთხედი, არამედ ნებისმიერი წინით შემოსაზღვრული თხელი ნავთი, ამაში ჩავხაზავთ ჩვენ მრავალკუთხედებს, ხო? და მე გადავართ ზღვარზე. და ზღვარზე გადასვლის დროს მივიღებთ აი იგივე ფორმულას. ახლა პრინციპში ზღვარზე გადასვლა ანალიზური გეომეტრიის საქმე არა. აქ წერია რომ ზღვარზე გადავართ მივიღებთ რაღაცას, მაგრამ ეს აღარ არის ანალიზური გეომეტრიის დებულება, იმიტომ რომ ანალიზური გეომეტრია თქვა ზღვას აიღებს თავის კვლევებში, ანალიზური გეომეტრია აიღებს კოდ ალგებრას. ახლა უკვე ბოლოში გავდივართ ტეტრაედრის მოცულობა. ტეტრაედრის განმარტებაც კი არ აქვს, მეთქი არის მოცებული, რა არის ტეტრაედრი? ეს არის 4 წვერო, ხო, სივრცეში და ერთმანეთთან არიან შეერთებულები. რაც უდის მისი ფართობი, მოცულობა, ვიცით რომ მისი მოცულობა უდის ფუძის მოცულობა განმავლობილი ფუძის ფართობი განმავლობილი სიმაღლეზე და გაყოფილი სამზე, რა? 1/3 ხაზში. ახლა ფუძის ფუძე არის სამკუთხედი. რა იქნება ამ სამკუთხედის ორ გვერდზე აგებული პარალელოგრამის ფართობი? იქნება ორჯერ. ამიტომ თუ ჩვენ აი ეს პატარას, რომელიც არის ფუძის სამკუთხედის ფართობი შევცვლით ამ ფუძეზე აგებული პარალელოგრამის ფართობით, რა გამოვა მაშინ ფორმულაში? უნდა კიდევ ერზე გავხოთ, არა? ესე იგი ჩვენ გვაქვს contact ეს იქნება რა, ეს იქნება ეს პატარა, ამიტომ აქ თუ ეს მაშინ ეს პატარა იქნება ეს მეორედი და თუ ჩავსვათ აქ გამოვა 1/3 ეს ჰაში. ესე იგი ეს რა იქნება? ეს იქნება ესე იგი ფუძეზე აგებული პარალელოგრამის ფართობი განმავლობილი სიმაღლეზე. ეს რაში რა არის? ეს რაში არის ამ პარალელოგრამზე აგებული პარალელეპიპედის მოცულობა. ხო? აი დავხაზოთ, მოდი ახლა ცოტა რამდენად მოვახერხებთ. ესე გვაქვს ტეტრაედრი. თავისუფლად, ხო? რა? მე ამას გავასრულებ პარალელოგრამამდე, ხო? პარალელოგრამამდე გავასრულებთ და ახლა აი ამაზე შეიძლება აიღოს მართკუთხა, ესე იგი აიღოს პარალელეპიპედი. ახლა მე რას ვუწევ ველაგებ ეს სწრაფად, ხო, ალაგებ და ეს პარალელეპიპედში ეს ტეტრაედრი ჩავდება 6 ჯერ. და პარალელეპიპედის მოცულობა იქნება აი ეს პარალელოგრამი განმავლობილი სიმაღლეზე. პარალელოგრამი განმავლობილი სიმაღლეზე. და თუ 6 დაგვაქვს, მივიღეთ ტეტრაედრის მოცულობას. მაგრამ რას უდრის?
სამ ვექტორზე აგებული პარალელოპედის მოცულობა. ურისაც რა მოიგონეთ ამ სამ ვექტორის შერეულ ნამრავლს. ხო? და აგერ შერეული ნამრავლი ცუდად ამითია, ესე გაისახოთ შერეული ნამრავლი. ესე იგი სამი ვექტორი შერეული ნამრავლი. მოგაგონებთ ახლა რა არის შერეული ნამრავლი? თუ გვაქვს სამი ვექტორი, ხო, P1, P2 და P3, ხო? აი სამი ვექტორი გვაქვს, რა? მაშინ მათი შერეული ნამრავლი ქვია შემდეგ რიცხვს. P1 და P2-ის ვექტორული ნამრავლი ეს ვექტორია გამრავლებული სკალარულად P3-ზე. აი ეს უცნაური განსახულება თურმე, მაგრამ უცნაურია რა, თითქოს პირველად გეჩვენება რომ რაღაცა საჭიროა. არის აი ამ სამ ვექტორზე აგებული პარალელოპედის მოცულობა. აი ამისი მოცულობა, აი ამ სამ ვექტორზე რომ ააგო პარალელოპედს, რა არის მისი მოცულობა. ისე განაცხადებს საინტერესო გეომეტრიული აზრი, თუმცა ერთი შეხედვით ცოტა უცნაურია, რა თქმა უნდა შერეული ნამრავლი. დამრიგად აი ეს არის ესე იგი ტეტრაედის მოცულობა. ახლა დავუკვირდეთ, ეს არის დამოკიდებული საკოორდინატო ვეზირების არჩევაზე, არა? თუ რა ხარ ვექტორული ნამრავლი, რომელიც განმარტებული არის ცხადი ამ შემთხვევაში გეომეტრიულად და მე შემდეგ სკალარული ნამრავლი. ანუ ეს არ არის დამოკიდებული საკოორდინატო ვეზირების არჩევაზე. ეხლა თქვათ უკვე გინდა იგივე გამოსახულება გამოთვალოთ მართკუთხა კოორდინატებში. მაშინ რა გვექნება? გვაქვს ესეთი, ესე იგი 4 წერტილი გვაქვს, ხო? ეს ჩვენი AB და AC ვექტორები ასეთნაირად წარმოდგენდება. გარე ნამრავლის ფორმულა ვიცით, გარე ნამრავლი ეს არის. უბრალოდ რა არის ახლა დავუბრუნდეთ ცოტა ხანი. აი ხო გვაქვს ეს გარე ნამრავლი, არა? საერთოდ ეს გარე ნამრავლი, რომელიც ესე ცოტა უცნაურად ჩაიწერება, თუ კოორდინატები იცი ვექტორებისა, გამოთხრობა ძალიან ადვილად. გამოთხრობა ასეთნაირად x1, y1, z1, x2, y2, z2, x3, y3, z3. ანუ გარე ნამრავლი უბრალოდ ყოფილა დეტერმინანტი. აზრით? აი, აქედან გამომდინარე, რა იქნება ამათი გარე ნამრავლი? უბრალოდ ჩავწეროთ ეს კოორდინატები და მათი დეტერმინანტი არის გარე ნამრავლი. ანალოგიურად ორგანზომილებიანი შემთხვევისა ეს იგივეა, რაც ეს 4 განზომილებიანი დეტერმინანტი. აქ ერთიანებს ჩავწერთ, რატო? იმიტომ რომ გამოვაკლოთ პირველი სტრიქონი, მეორე სტრიქონიდან, მესამედან და მეოთხიდან, რაც აქტივიზება ნულები, ხოლო შემდეგ დავშვით პირველი სვეტის მიხედვით და მივიღეთ ამ ფორმულას. ესე იგი ტეტრაედრის მოცულობა კოორდინატებში ასე მარტივად გამოითვლება. ახლა ამას იცით ბევრი ამდენი შეიძლება ლაპარაკი წავიდოდა პირდაპირ თუ ვიცით გარე ნამრავლის გამოსახულება ჩავწოდეთ. ნუ მარტივად არის ყველაფერი. ხა ტეტრაედრის მოცულობა ზოგად კოორდინატებში. განსხვავება ის არის რომ აქ თუ კოეფიციენტი 1-ია, აი აქ ჩდება სხვა კოეფიციენტი, აი რაღაც კოეფიციენტი ჩდება აქ. აი და რადგან იმისი განხილვა კოეფიციენტის მაგალითად დაძება გარკვეული კოეფიციენტი. და ბოლოს 4 წერტილის კომპლანარულობის პირობა. გვაქვს 4 წერტილი, რას ვაკეთებთ? AC-ს ავიჩევთ საწყისად, განიხილავთ AB, AC და AD ვექტორებს. ეს ვექტორები როდის იქნება კომპლანარული? როცა მათი აგებული ტეტრაედრის მოცულობა როგორია? 0. ეს მოცულობა კიდე გამოინგარიშება წეღანდელი ფორმულით. ესე იგი ეს უნდა იყოს 0 და ეს არის 4 წერტილის კომპლანარულობის პირობა, ანუ ერთ სიტყვაზე მდგომარეობის პირობა, ანუ გაფრთხილებული წერტილები როცა გვაქვს. აი ამით მთავრდება ეს შედარებით პატარა ლექცია.